დიახ, ვიდრე მოტივთან დაკავშირებით დავუწყებდეთ საუბარს 45 წლის ადამიანის, რომლებიც არიან ადამიანის ბეძე და პასუხისმგებლები, მანამდე გეტყვით მის ყოფასთან დაკავშირებით ინფორმაციას ყველა ადამიანი, რომელმაც ნახა და მოისმინა ალან გაცროევის ისტორია, არის შოკირებული, არის გაოგნებული და მიმართავს როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე საქართველოს ხელისუფლებას, მათ შორის საელჩოებს, ტაჯიკეთის საელჩოს, რომ პასუხი აგონ 45 წლის ალან გაცროევის მდგომარეობას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე, რომელიც განვითარდება დიდი ალბათობით ამ ზამთარს. 45 წლის კაცი, ეთნიკურად ოსი ტაჯიკეთის მოქალაქე, მაისის თვეში მოდიოდა საქართველოში, მას შემდეგ რაც მან გაიარა რუსეთის საკონტროლო გამშვები პუნქტი, შემოდიოდა საქართველოში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებიც ახლა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე იმყოფებიან, აკონტროლებენ შემოსვლელ ადამიანებს, მას უთხრეს უარი. მოტივი უცნობია. პასუხი იყო ტრადიციული, რომ მას არაძლევენ შესაძლებლობას შემოვიდეს საქართველოში, გადმოკვეთოს საზღვარი სხვა მიზეზის გამო. რა არის ეს მიზეზი? არ აკონკრეტებენ არასდროს. სწორედ ამიტომ ალან გაცროევმა გადაწყვიტა, რომ დაბრუნებულიყო უკან რუსეთის ფედერაციაში, თუმცა იქაც ეთქვა უარი და ის საბოლოოდ აღმოჩნდა ნეიტრალურ ზონაში, მის ავტომობილში, სადაც მოწყობილი აქვს დროებით სამზარეულო, საძინებელი და 5 თვეა 45 წლის კაცი, შაქრიანი დიაბეტის მქონე 6 შვილის მამა, იმყოფება გაუსაძლის პირობებში. არც რუსეთის ფედერაცია და არც საქართველო ამ შემთხვევაში არ არიან პასუხისმგებელი ამ ადამიანზე, გამომდინარე იქიდან, რომ ალან გაცროევი ეთნიკურად ოსი არის ტაჯიკეთის მოქალაქე და სწორედ ტაჯიკეთის საელჩოა პასუხისმგებელი, რომ მიმართოს რუსეთის ფედერაციას და მოახერხოს მისი მოქალაქის უკან სამშობლოში დაბრუნება. თუმცა 5 თვის განმავლობაში არც ერთი უწყება, მათ შორის არც საქართველოს ხელისუფლება, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არც რუსეთის ფედერაციის არც ერთი უწყება 45 წლის კაცზე პასუხისმგებლობას იცილებს. Являясь этническим осетином. ჩემი ოჯახის წევრები, ნათესავები, ყველა ვინც მყავს სამხრეთ ოსეთში ცხოვრობენ ალანიაში. მშობლები საქართველოში მყავს დაკრძალული. უკვე მეხუთე თვეა ამ პირობებში ვცხოვრობ მანქანაში. ეს ჩემი სახლია. შაქრიანი დიაბეტი მაქვს, გულში სტენტები მაქვს ჩადგმული ინფარქტის შემდეგ. ზაფხულში კიდევ უფრო მარტივი ასატანი იყო ეს ყოფა. ეხლა ყინვები მოდის და არ ვიცი საერთოდ რა იქნება, რა მეშველება. ეს მანქანაა ამოცემულობით ჩემი სახლი. არ მაქვს საძინებელიც და სამზარეულოც. უკანა სავარძლებზე მძინავს, წინ გასქურამიდებს. მძღოლები ან რიგითი გამლელები მაწვდიან საკვებს. თუ პროდუქტი მაქვს, ვიმზადებ ხოლმე სადღაც. სრული შოკი მაქვს. ნანახით გაოგნებული ვარ. 21 საუკუნეში ადამიანი ცოცხლად კვდება. სხვა ახსნა არ აქვს ამ ყველაფერს. კაცი 5 თვეა ავტომობილში ცხოვრობს, უკაცრიელ ადგილზე. ხალხი საკუთარი ცნობის მოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აჩერებს და უბრალოდ ეკითხება, რატომ არის ამ მდგომარეობაში. მშველელი არ ჩანს. რა გჭირთ ხალხო? რადიქეცით, დაეხმარეთ თქვენს მოქალაქეს. ორი გამოსავალი არსებობს იმისთვის, რომ ჩიხში მოქცეული 45 წლის მამაკაცის დახმარება შეძლოს ისევ რუსეთის ფედერაციამ ტაჯიკეთის საელჩოს ჩარევის შემდეგ. არსებობს ეგრეთ წოდებული თეთრი პასპორტი, რომელიც დროებით შესაძლოა გადასცენ ადამიანს, რომელიც ნეიტრალურ ზონაშია ჩარჩენილი და ამ თეთრი პასპორტის მეშვეობით აღმოჩნდეს ის ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, მის სამშობლოში, რომლის მოქალაქეც არის თავად და მეორე გზა არსებობს, რომ რუსეთის ფედერაციამ დაუშვას დროებითი დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც ალან გაცროევი შევა სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციაში, კვლავ და დროებით ოკუპირებულ ცხინვალში შეეცდება, რომ მოიპოვოს ცხინვალის პასპორტი. ორად ორი გზა არსებობს, თუმცა ამ ყველაფრისთვის საჭიროა ტაჯიკეთის საელჩოს ჩარევა. საქართველოს ხელისუფლებასაც, შესაბამის სამსახურებსაც აქვთ ბერკეტი იმისა, რომ დაეხმარონ 45 წლის კაცს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი მხარე, არც ერთი უწყება არ ცდილობს ადამიანის გადარჩენას, რომელსაც წინ აქვს მკაცრი ზამთარი და ის ცხოვრობს დროებით მის ავტომობილში.